იმედი მაქვს ყველა კარგად ხართ ან უკეთესად ვიდრე იყავით. დილთავდექი ვიბარჯი შეიძლება ძალიან ბედნიერი ვარ, გავაკეთე პილატესი და მსგავს რაღაცებს რო ვაკეთებ ხოლმე ზოგადად ბედნიერდები. იმიტომ რომ ჩემი თავისთვის გავაკეთე რაღაც კარგი და თან ბოლო ხმაზე ვუსმენდი მუსიკებს. მართლა ჩემო ამ კრემში აღარ არის. უნდა ვიყიდო დიდი ზომის პროდუქტები, იმიტომ რომ პატარაში რო ვყიდულობ, ილევა ძალიან მალე და მე მართლა აღარ მაქვს ნერვები, რომ კიდევ ვიყიდო. და ენერგია და ის დიდი ცოტა დიდი ხანი გეყოფა რაღაცნაირად და მალე არ გამოილევა, იმიტომ რომ ეს 50 მილიგრამიანი ყველაფერი აღარ არის ერთ თვეში. ხო და დღესთან შევარჩევ რაღაცებს PSP-ში. ალბათ. I don't know. არ ვიცი, თავიდან ძალიან მივეჩვიე PSP-ში ყიდვას რაღაცების და შემდეგ სულ PSP-ში ვყიდულობ. არ ვიცი რატომ დავიმართა ასე. ხო და დღესაც რაღაცებს შევარჩევ, იმიტომ რომ ყველაფერი გამომელია. თუ მელევა ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ მეზარება რაღაცების თვალიერება დაარჩევა, მაინც გადავხედავ. ტუჩის დამატენიანებელი. ღმერთო ჩემო, მაჩა მინდა ძალიან. ხადეთ მას გავიკეთებ ახლა და მაჩას დავლევ. Let's see. ცოტა ცივია, მაგრამ კაია. Okay. ნახოთ როგორი ამინდია გარეთ. დილით ძალიან მიყვარს ხოლმე ფანჯრების გამოყება და განიავება, იმიტომ რომ მგონია სუფთა ჰაერი შემოწ. Oh my god. შინელი ქარია და მგონი სჯობს რომ დავკონდა. გუშინ სახლი დავალაგე და ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ სახლს რომ ვალაგებ ხოლმე ყოველთვის ბედნიერი ვარ. და ეგ არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც. იმიტომ რომ მყუდრო გარემო თუ არ არის სახლში და სახლი თუ არ არის დალაგებული, ჩემი. მაშინ არ შემიძლია უბრალოდ რომ გავჩერდე მართლა ერთი წამისკე. ძალიან გემრიელი. ვერ ვიტან, როდესაც აი ადამიანები მეკითხებიან ხოლმე, რაც ძალიან ხშირად ხდება სხვათა შორის, რომ მაჩას როგორ სვამ, საშინელი გემო აქვს თევზის თუ ბალახეულის თუ რაღაცის. ვინმე მგკითხა აზრი, ან მე როგორ სვამ, ან რისი გემო აქვს. და თან ცოტა გამაღიზიანებლად იციან ამ კითხვების დასმა, ანუ ასეთი სახით, მაჩას როგორ სვამ, იუ. ძალიან კარგად, ჩემთვის ძალიან გემრიელი ექნებ ეგ თევზის გემო მომწონს. დიახ, იქნებ ეგ საშინელი გემო მომწონს, რომელიც აქვს. და ზოგადად საშინელი გემოს რაღაცეები მომწონს, რაც ადამიანების უმეტესობას არ მოწონს. საოცარი ფერი აქვს თან. ბრიტან ადამიანები ზედმეტად რომ გამოთქვამენ თავის აზრს. გემოვნებასთან დაკავშირებით განსაკუთრებით, აი რაღაც რომ მოგწონს და ვიღაც გეუბნება, რომ Oh my god, ეგ როგორ მოგწონს საშინელება, ანუ ვინ გკითხა აზრი, ან ეგეთი ნეგატიური ენერგიით რატო მოდიხარ, ან მე ეგეთი გემოვნება მაქვს. და შენ რატო ამბობ ეგრე, რომ აი ეგ როგორ მოგწონს. ტანსაცმელზეც რო იციან ხოლმე, რომ აი ეგ როგორ მოგწონს და ვინმე შენ მოდის ექსპერტად დაგნიშნა? ძალიან კარგი ხასიათზე ვარ მართლა. ფოთებმა და ყველაფერმა გამიარა და ახლა კარგად ვარ.
და მგონია რომ დეპრესიიდან რომ გამოდიხარ შემდეგი იწყება ყველაზე კარგი ეტაპი, იმიტომ რომ სათხაც დაფრინავ არარეალურ სამყაროში მართლა და ვარდისფერი სათვალით უყურებ ყველაფერს და გონია რომ ცხოვრება ბედნიერი და სამყარო ბედნიერი და ზუსტად ახლა ვარ მაგ ეტაპზე რომ ძალიან კარგად ვგრძნობ თავს და სიმღერებს ვთავ და ვუსმენ და უბედნიერესი ვარ. ოღონდ საიდან მოდის ეს ბედნიერება? წარმოდგენა არ მაქვს. ენერგია მაქვს და მინდა რომ საერთოდ ყველაფერი გავაკეთო და ყველაფერი მოვასწრო და არ ვიცი ეს ენერგიაც არ ქრება და პლუს ღამე მძინავს უკვე 2 დღე რაც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. იმიტომ რომ გონება რომ დასვენებულია და overthinking-ი რო არ მაქვს და არ ვფიქრობ ბევრ რაღაცაზე, ნერვიულობით და შფოთობით არ ვიძინებ, შემდეგ აი ეს ყველაფერი აისახება პირდაპირ ძილზე. თუ კარგად არ გძინავს, ესე იგი სადღაც შენს გონებაში რაღაც გაწუხებს, რაღაც არ გასვენებს, ფიქრები არ გასვენებს და უკვე აღარ გეძინებ. შეიძლება ცუდად არ გძნობდე თავს იმდენად, მაგრამ რაღაც შენ გონებაში მაინც არ ისვენებდეს და ზუსტად ძილი არის ნიშანი იმის, თუ არ გძინავს, ესე იგი კარგად არ არის შენს გონებაში ყველაფერი და როდესაც კარგად გძინავს, ნიშნავს რომ შენი გონება დასვენებულია, სული დასვენებულია, სხეული მოდუნებულია და ხო, ყველაფერი კარგად არის. და აი ამ ცუდი დღეებიდან გამოსვლა არის შემდეგ ყველაზე კარგი, იმიტომ რომ რადიკალურად სხვანაირად გრძნობ თავს, თითქოს რაღაც ძალიან დიდი ლოდი ჩამოიხსენე გულიდან, მოგეშვა ყველაფერი და აი ახლა უკვე ყველაფერი ლაგდება, დალაგებულია, ბედნიერი ხარ. ბევრად სხვანაირად უყურებ ყველაფერს და აღარაფერი აღარ გაღიზიანებს იმდენად, რაც მანამდე გაღიზიანებდა. და ამავდროულად აღარ ნერვიულობ საერთოდ იმ რაღაცებზე, რაზეც ნერვიულობდი. და ყოველ ჯერზე რაღაცნაირად საკუთარ თავს ასეთ ცუდ მდგომარეობაში რომ ჩავარდები, უნდა უთხრა, რომ ხო, როგორც წინაზე გადავლახე, ახლაც ისე გადავლახავ და ეს არ არის სამყაროს დასასრული და ამით მთელი ჩემი ცხოვრება არ დაინგრევა, იმიტომ რომ ეს დღეები ჩაივლის და წინ ბევრად უფრო კარგი დღეები მელოდება და რთული წუთები, რთული კვირა, რთული დღეები სამუდამო არ არის და ყოველთვის აქვს დასასრული და როგორც წინა ჯერზე გადალახე, შემდეგ ჯერზეც ასე გადალახავ და ასე გავუმკლავდები ყველაფერს. I'm gonna cook, okay? ჩემი ყოველდღიურობის გამოწვევა, ყოველდღიურობის არა, მაგრამ ჩემი ერთ-ერთი ცხოვრებისეული გამოწვევა არის ის, რომ არასდროს არ ვიცი რა მოვამზადო, რა ვჭამო და ასე შემდეგ და ხშირ შემთხვევაში ჭამხოლმე ძენ ცუდ რაღაცებს, რაც არაჯანსაღია. ახლაც არ ვიცი დიდად რა გავაკეთო, მაგრამ რაღაცები ვიპოვე მაცივარში, რისგანაც რამეს გავაკეთებ. სხვათა შორის 2 დღის წინ გავაკეთე სუპი, რომელსაც არაფრის გემო არ ჰქონდა. ჩემთვის კი ცოტა უგემო რაღაცებს ვაკეთებ, მაგრამ სხვებისთვის გემრიელ რაღაცებს ვაკეთებ. ერთი პოზიტიური ხარე. ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ გემრიელს ვაკეთებ. ჩემთვის მაკლებ ყოველთვის ყველაფერს არ ვუკეთებ ცხიმს და არ ვუკეთებ მარილს. განსაკუთრებით კარტოფილი ან რაღაცებს, ანუ ასე მომზადებულს არ ვამბობ. მაგალითად, ფრი მხდის ძალიან სულად იმის მიუხედავად, რომ ძალიან მიყვარს და ამავდროულად, როდესაც ვჭამ კარტოფილის ჩიპს, მან ხდება კოშმარი. მაგრამ ძალიან მიყვარს და შემიძლია აუარებელი რაოდენობა ვჭამო. Okay. იმედი მაქვს რაღაც გამოვა 3 ინგრედიენტით. It's ready. And I need a taste test. რომელიც კარგად არ გამოიყურება. სხვათა
მოვიდა. ღმერთო ჩემო. I know. ეგეთი ცუდიც არ ვარ. ახლა გავაგრძელებ კაცების ყურებას, იმიტომ რომ კაცაკვირის ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი გადაცემა. და ძველ სერიებს დავუბრუნდი და ისე ძველ სერიებს ვუყურებ, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს, ანუ ძალიან მსიამოვნებს ამათ ყურება და ყოველთვის კარგ ხასიათზე მაყენებს. რაღაცები მოვიდა. ხოდა ბარემ თქვენთან ერთად გავხსნი. სად წავიღე შტატივი წარმოდგენა არ მაქვს. Kate Moss famous. ეს დასაბანი მედია მომეწონება მიზონის. მართლა ჩემო ამეკვია და SD Kid-ის სიმღერები, მუსიკები, პროსტად არ ვიცი ვინ უსმენთ. მე ძირითადად რეპს ვუსმენ ხოლმე. და ამის სიმღერები ამეკვია და. ეს ძალიან დიდი ხანი მეყავ. It's not interesting. ბავშვის ზეთი, რომელსაც ვიყენებ სულ. ეს გამოვიწერე დამატენიანებელი 88 მილიგრამიანია და ლოსიონია და მგონია რომ უკეთესად დაატენიანებს კანს არ ვიცი. Smells nice. გამოვიწერე ალგოლოჟის სახის purifying mask. ეს არც მახსოვდა თუ გამოვიწერე სიმართლე რომ გითხრათ. საშნელი სუნი აქვს, მაგრამ იმედია კაია. და გამოვიწერე ბიპოლენის ამპულა ეს არის. რომელიც ასევე არის მშრალი კანისთვის და მოდროულად ამცირებს ნაოჭებსაც და მგონია რომ ძალიან კარგი იქნება. ეს არის მიშას ტონერი. Yay! აი ნახოთ ესეც. სული კაი აქვს, თან? გონი დიდხანს მეყოფა. ძალიან კაი. სულ ეს იყო ჩვენი unboxing-ი მეგობრებო. ეს ძალიან მაინტერესებს და ასევე ესეც ძალიან მაინტერესებს და ხوار გამოვიყენო ბარემ. არა, საღამოს გამოვიყენებ. მაკიაჟი უნდა გავიკეთო, რაღაც მაკიაჟის მოკლედ რა, მინდა რომ რაღაცნაირი ცოტათი ჩაშავებული თვალების მაკიაჟი ვცადო, ვნახოთ როგორ გამომივა. ხოდა მოკლედ ვნახოთ. ძალიან მიყვარს სხვათა შორის იატაკზე ჯდომა და ყველაფრის ეგრე გაკეთება და ყოველთვის არ ვიცი, მაკიაჟსაც იატაკზე ვზივარ და ეგრე ვიკეთებ, როცა ვსკროლავ, მაშინაც იატაკზე ვზივარ და ეგრე ვსკროლავ. აი, არ ვიცი რატომ ვამჯობინებ იმის ნაცვლად, რომ რბილ რაღაცაში ჩავჯდე კომფორტულად. ვიჯდე იატაკზე. ყავა გავიკეთებ, ეს არის კორტადო. ბოლო პერიოდია ამოვიჩემე ეს ყავა კორტადო არის უფრო მეტად ესპრესო არის მეტი და ძალიან ცოტა რძე. და როცა არ გინდა რომ მაგალითად ესპრესო დალი რომელიც ძალიან ძლიერია დავუმატებ ცოტა რძეს და არც ძალიან რძიანი იქნება და ძალიან გებრიელია. It is so good. სამოთხე. ყავა არ არის მხოლოდ ყავა ჩემთვის ყავა არის ყველაფერი, ანუ ყველაფერი მიყვარს საერთოდ ყავის. აი არ ვიცი, იმის გამო რომ სამეხობე რომ ენერგიაზე მოვიდნენ, არა, აი უბრალოდ ყავა მიყვარს. ყავა.
დავასრულე, კი არა და TikTok-ის ვიდეოებიც გადავიღე და Instagram-ისთვისაც, რადგან მე ვარ Instagram ჰოლიკი და TikTok ჰოლიკი, მაგრამ უფრო Instagram ჰოლიკი, რადგან TikTok-ზე მაგდენ სტორიებს რაღაცებს არ ვტვირთავ როგორც Instagram-ზე. Yes. ანუ ესეთი ვაიბები აქვს ბერი და ეგეთი მინდოდა. TikTok-ზე მიგდებს ვიდეოებს შეყვარებული წყვილების რაღაცნაირად თოვლი რომ მოვიდა და ყველა ერთმანეთს რო ეხუტება და უხარიეთ და თან პარიზში, იმიტომ რომ საფრანგეთში და პარიზში თოვლი მოვიდა და ულამაზესი იყო და ყველა წყვილმა რატომღაც ძალიან საყვარელი ვიდეოები გადაიღო და მე თან მსიამოვნებს ამ ვიდეოების ყურება და თან ნერვები მეშლება ძალიან. იმიტომ რომ მე შეყვარებული არ მყავს და მსგავს ვიდეოებს ვერ გადავიღებ. ხო და მიგდებს და მიგდებს თან ნერვები მეშლება და მე რას ვაკეთებ ამ ვიდეოებს ბოლომდე ვუყურებ და ვარ ეპოსტებ კიდეც. იმიტომ რომ ეგეთი ვიდეო მეც მინდა. მაგრამ თან ნერვები მეშლება და ძალიან მაღიზიანებს. Stop it. გაჩერდით. შეწყვიტეთ ეგეთი ძალიან კარგი ვიდეოების გადაღება. ჩემი ურთიერთობები არის ხოლმე ყოველთვის კატასტროფა. მგონი სამყარო მაგაში გამწირა, რომ ნორმალური ურთიერთობა არ მქონდეს. Oh my god. 21 საუკუნეში ურთიერთობები არის ძალიან ჩახლართული. საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს შეყვარებულები ვინც არიან როგორ პოულობენ ერთმანეთს. I have no idea. ანუ სერიოზული და ნორმალური ჯანსაღი ურთიერთობებისთვის როგორ პოულობენ ერთმანეთს. I don't know. რა შემიძლია გავაკეთო ახლა? Nothing. კარით არის ძალიან კარგი მზა, ძალიან ლამაზი. მეც კარგ ხასიათზე ვარ. მაგრამ სხვათა შორის ცივა გარეთ მიუხედავად იმისა, რომ მზეა. კიდევ ამ TikTok-ის ვიდეოებზე მაფიქრება. მაგრამ ამჯერად I am done in relationships. Oh god. ეს უნდა ვუყურო და გული გადავაყოლო. რამე საშინელება ფილმს უნდა ვუყურო. შეყვარებული წყვილები რო არ იქნები.